ქუთაისში ტრადიციად ქცეული აქცია გრძელდება. დღეს უწყვეტი პროტესტის 23 დღე არის. ევროინტეგრაციის მომხრეები ბუნებრივია დღესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეიკრიბნენ ტრადიციული მოთხოვნები, ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. ასევე დღევანდელ აქციაზე დარიგდა სტიკერები, ნაცემი ჟურნალისტების, ჩვენი კოლეგების, ფოტოგრაფების, ჟურნალისტების, ოპერატორების, იმ ადამიანების, რომლებსაც ამ დრომდე გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ. როგორც ხედავთ, რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილი არის, რამდენიმე ათეულ აქტივის აქვს დაკავებული პერიმეტრი და ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე საათს სწორედ აქ გაატარებენ. მე შევეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს, მათი სათქმელი მოვისმინო. ხედავ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტს ანასტასია ლელაძეს, მას არ დადაგებიავს და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ქუთაისში. ანასტასია, რა შეგიძლიათ გითხრათ, რა არის თქვენი სათქმელი, რას ეთყოდით ქუთაისში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერჯერობით უწყვეტი პროტესტის 23 დღეს ისევ ტელეეკრანებთან სხედან და ვერაცნობიერებენ, რა საფრთხის წინაშე ვართ. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო იმ ხალხს, რომელიც აქ დგას უკვე 23 დღეა. იმიტომ რომ მე პირადად არ შემეძლო ამის გაკეთება, რადგანაც ვიყავი საზღვრების გარეთ და მადლობა ვინც ამას შემაგივრად აკეთებდა. რაც შეეხება რა მინდა ვუთხრა სხვებს, ვინც აქ არ დგას. ქართული ოცნების ხარდამჭერებს მინდა რომ უთხრა 1-2 სიტყვა და ზოგადად ჩვენ განსხვავებული პოზიციის ხალხი ერთმანეთს რაღაცას რომ ვეუბნებით, ხოლმე ძალიან ისე მტკივნეულად აღიქვება ეს და მინდა რომ ეს მტკივნეულად კი არ აღიქვათ, ახლა უბრალოდ აი მართლა როგორც მეგობარი მეგობარს, როგორც მოქალაქე მოქალაქეს მინდა რომ რაღაცა ვთქვა და ყველანაირი ქვეტექსტის გარეშე გავაკეთო ეს ყველაფერი. აქ უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, ვინ რა პარტიას უჭერს მხარს და რატო. იმიტომ რომ თუ მანამდე ვიღაცას მოწონა ერთი პარტია და ვიღაცას მოწონა მეორე პარტია, ახლა იმ პროტესტის შემდეგ და იმ ძალადობის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ქვეყანაში, სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. იმიტომ რომ რომელ პარტიასაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მოგწონეთ. ანუ თუ ახლა მაგალითად მოგწონს ქართული ოცნება ხო სიტყვაზე. ჩვენ ხო ვიცით რომ არც ერთი პარტია არ არის ანგელოზი. მოვა ისეთი დრო, როცა ჩვენ მათი რაღაცა თუნდაც პატარა გადაწყვეტილება აღარ მოგვეწონება ხო თუ ახლა მოგწონს სიტყვაზე. და მაშინ თუ ქვეყანაში ნორმალურია ის რომ შენ როცა რაღაცა არ მოგწონს და ამას ამბობ და შენ ვიღაცა გირტყამს და შენ ვიღაცა გიჭერს უკანონოდ და შენ ვიღაცა პირში გაფურთხებს, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით ამას არ ვამბობ როგორც ეს სიტყვის მასალას. ანუ როცა ეს ხდება ქვეყანაში ნორმალური, როცა შენ რაღაცა არ მოგწონს და ამას ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ქვეყანაში განუკითხაობა. ანუ მომავალში ისე რომ მოხდეს, რომ თქვენ ახლა შეიძლება მოგწონდეთ რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ რაღაცა მე აღარ მოგვეწონოს და ამის თქვა მოგვინდეს, ან უნდა გავჩუმდეთ იმის შეშით რომ გაგვლახავენ, ან უნდა ვთქვათ და უნდა დაგვიჭირონ, ხო? ანუ ეს არც ერთ ქვეყანაში ნორმალური არ არის და სწორედ აი ამის შეწინააღმდეგება უნდა მოხდეს დღეს და არა ის ჩვენ ერთი პარტია მოგწონს თუ მეორე პარტია რა. უღრესი მადლობა. ხო, თბილისში ქუთაისური მარში გაიმართება, სწორედ აქედან გამომდინარე, დილის 10 საათზე ქუთაისელები მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე იკრიბებიან და თბილისის მიმართულებით კოლონები დაიძრებიან. მას შემდეგ, რაც ეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება გაიგეს, დაანონსეს, რომ სწორედ ხვალ მოხდება ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთება. მე შევეცდები პირდაპირ ეთერში სხვა ადგილობრივებს გავესაუბრო, მათი პოზიცია მოვისმინო, რას ფიქრობენ ისინი ქუთაისის მერიის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სწორედ ხვალ დაანონსდა ნაძვის ხის ანთება იმ ფონზე, როდესაც ქუთაისელების დიდი ნაწილი თბილისში მიდია, რათა ქუთაისურ მარშში მიიღონ მონაწილეობა. დიახ, ხვალ ქუთაისში დაანონსებული არის ზეიმი. არ ვიცი პრინციპში ვინ ზეიმობს, ნაწილი თბილისში უერთდება მარშს, მაგრამ ნაწილი მოსახლეობის აქ ვრჩებით და ვაპროტესტებთ ჩვენს მოთხოვნებს. მაგრამ ქვეყანაში, სადაც 500-მდე ადამიანი დაპატიმრებულია, სადაც 300-მდე არის უმოწყალოდ ნაცემი და მუდმივად ყურში ჩაგვესმის ქართველი დედების კიბირი და ტირილი, მე მგონი აქ ცოტა ზედმეტია იმაზე საუბარი, რა ვიმღეროთ და როგორ ვიცეკვოთ. ცხადია ნაძვის ხე უნდა აინთოს, მეც გამოვიყვან ჩემს შვილს ანთებულ ნაძვის ხესთან, მაგრამ ჩემს შვილთანაც რომ ვიყო მართალი, არ ვიმღერებ და არ ვიცეკვებ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. დაინთოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს საზეიმო ვითარებაში. ეს არ უნდა იყოს ცხადია საზეიმო ვითარებაში, როგორც თბილისში. ძალიან დიდი მადლობა. ასეთია ვითარება, როგორც უკვე აღნიშნე ქუთაისის მერიასთან, ათეულობით ადამიანი ქუჩაში არის გამოსული. ევროინტეგრაციის მომხრეებმა ტრადიცია დააქციეს, რომ ყოველ საღამოს 19 საათზე იკრიბებიან ქუთაისის მერიასთან, მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა და მომდევნო რამდენიმე საათს ისევ აქ რუსთაველის გამზირზე გაატარებენ.